კონკურენციის გამო ისეთი რამ ჩაგიდენია, რასაც თქვათ ახლა არაფრით არ ჩაიდენ. არა. შემიძლია გულწრფელად გითხრა, კონკურენციაში მე ყოველთვის პატივს ვცემდი და ვცემ კონკურენტებს. აი მაგალითად, როდესაც იწყებოდა ეს ჩემი თაობის ჟურნალისტების საეტაპო პერიოდი, მაგალითად, როცა მე ვმუშაობდი, აი საავტორო გადაცემები რო დავიწყე, ვმუშაობდი სახელმწიფო ტელევიზიაში პირველ არხზე და მაშინ იყო ორი ტელევიზია, რუსთავი 2 და პირველი არხი და ძალიან მძაფრ კონკურენციაში იყო ეს ორი არხი ერთმანეთთან. მე და ეკა ხოფერია ვიყავით კონკურენტები, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან მაღალი ხარისხის ადამიანია ეკა საოცარი ღირსებების და ჩვენ გქონდა ისეთი ურთიერთპატივისცემა, როგორც კონკურენტებს, არ ვსაუბრობ პირად ურთიერთ, როგორც კონკურენტებს, რომ აი უდიდეს პატივს ვცემდით ერთმანეთს და ეკასგანაც ვგრძნობდი და ჩემგანაც, ამიტომ თამამად ვიტყვი, არასოდეს კონკურენციის გამო უკადრებელი არ მიკადრია რა. ერთადერთი გამახსენდება, ალბათ ისევ ეკასთან მიმართება შეიძლება ეხა გაეცინოს, გოდერძი ჩოხელი უნდა მყოლოდა ეთერში და აღმოჩნდა რომ იყო ეკას სტუმარი ღამის კურიერში და აი ნუ გაუმწარ ეხა რა თქმა უნდა ეს გამწარებები და ნერვებზე მოშლები რომ შენ ვერ ყავს მთავარი სტუმარი და ყავს შენს კონკურენტს ეს ბუნებრივია მაგრამ და აი გამწარებული რომ რა ვქნა და აი უკადრებელი რომ ვითხარი აი რამე თუ გაგიკეთებია უცებ ავდექი და გოდერძი ჩოხელი ჩავწერე წინასწარ და მე ცოტა ადრე ვიწყებდი ეთერს და ეკა და გავუშვი და იქ ვერ მიხვდებოდი რომ ეს იყო ჩანაწერი რა აი ეგეთი ცუდი რაღაცა 1-2 ჯერ შეიძლება გავიკეთებია ეკა ძალიან მიყვარხარ და მაპატიე